საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. საინვესტიციო ბანკ გალტენ დაგარტის მონაცემებით გასულ წელს მთლიანი სექტორის შემოსავალმა 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან მხოლოდ სარემონტო მასალების ბაზრის ზომა 2.5 მილიარდი დოლარია. რის ხარჯზე იზრდება სარემონტო მასალების ბიზნესი და ზრდის რა პერსპექტივა აქვს ბაზარს? ელენე გოგბერაშვილი ესაუბრა სექტორის წარმომადგენლებს და ახლა შეფასებებს ტვიტერ ეთერში გაგოსნობს. ელენე, მოგესალმებით და გისმენ. მოგესალმებით ნუცა. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი 2018-25 წლებში 9.6%-ით გაიზარდა და გასულ წელს მთლიანი სექტორის შემოსავალმა 5.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. საინვესტიციო ბანკ გალტენ დაგარტის პროგნოზით წელს სექტორი წლიურად დამატებით 7.8%-ით გაიზრდება, სარემონტო მასალების ბაზარზე კი წლიურად 10.14%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ბოლო წლებში სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც საინვესტიციო ბანკის გათვლებით სარემონტო მასალების ინდუსტრიას კიდევ უფრო წაახალისებს. ანალოგიური მოლოდინებია კერძო სექტორშიც. გორგიას დირექტორის თქმით, გაყიდვები იზრდება და ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების გათვალისწინებით მოლოდინია, რომ წელს ბაზარი დამატებით 10%-ზე მეტად გაიზრდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ დაახლოებით ჩვენი გაყიდვები 15-20%-ის ფარგლებში იზრდება და ეს ტენდენცია სტაბილურია, ანუ სტაბილურად ვიზრდებით. სამშენებლო სარემონტო ბიზნესი მკვეთრად არის დამოკიდებული სამშენებლო ნებართვებზე. ჩვენ ყოველთვიურად ვუყურებთ ხოლმე თუ როგორი იზრდება. საქართველოს თუ დავაკვირდებით, ტენდენცია თითქმის არ იცვლება, სტაბილური ზრდა არის. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ სამშენებლო ბაზარი მიმდინარე წელს დაახლოებით 7-დან 12%-ის ფარგლებში გაიზრდება, ასე ვარაუდობ, ზოგადად მთლიანი ბაზარი, იმიტომ რომ ბევრი კორპუსი დასრულდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებშიც გაიზარდა ზოგადად მშენებლობები, თუ ადრე მარტო თბილისი და ბათუმი იყო მშენებლობისთვის ძირითადი ადგილები, ეხლა ჩვენი დაკვირვებით თბილისი და ბათუმი აღარ დარჩა მარტო ის ადგილები, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. წლიდან წლამდე გაყიდვები იზრდება ნოვას შემთხვევაში. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს ზრდა არა ფასების საერთო დონის, არამედ მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით სამშენებლო და სარემონტო მასალებზე ფასები იზრდება და იზრდება ტრანსპორტირების ღირებულებაც, მოლოდინია, რომ საქართველოში სექტორის ზრდას კვლავ გააგრძელებს. წლების განმავლობაში სექტორი ნამდვილად მზარდია, სამშენებლო სარემონტო მასალებზე მოთხოვნა მზარდია, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ მზარდი არის თვითონ სამშენებლო სექტორი და თუ ჩვენ ნახავთ გაცემულ ნებართვებს, მათ შორის კიდევ უფრო მეტად იზრდება ეს ბაზარი, მათ შორის სახელმწიფოს კონტრიბუციაც საკმაოდ მაღალია. ნოვა მზარდია წლების განმავლობაში, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლებით რო ავიღოთ, სადღაც ბოლო 5 წლის განმავლობაში 12-15%-მდე ზრდას აჩვენებს. ამ წლის პირველ კვარტლის სტატისტიკის მიხედვით კომპანია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ეს ზრდა ჩვენ შემთხვევაში არ არის განპირობებული ფასების ზრდით, ეს ზრდა განპირობებული არის კომპანიის მასშტაბის ზრდით, რაც წარმოებების გაფართოებით, ქსელის გაფართოებით და გარკვეულწილად ექსპორტის გაფართოებითაც არის გამოწვეული. საინვესტიციო ბანკ გალტენ დაგარტის პროგნოზით წელს სამშენებლო მასალების სექტორი წლიურად 8.1%-ით გაიზრდება, აქტივობის ზრდა კი ნებართვებისა და დაგეგმილი პროექტების ფონზეა მოსალოდნელი. რაც შეეხება სარემონტო მასალების ბაზარს, სექტორი წელს სავარაუდოდ 7.7%-ით გაიზრდება. ამასთან მოსალოდნელია, რომ ყველა კატეგორიაში ფასების ზრდის მიუხედავად ჩაბარებული ბინების დიდი რაოდენობის ფონზე გაიზრდება მომხმარებელთა აქტივობაც. მადლობა ელენე, ელენე გოგბერაშვილი იყო.